2015 წლიდან საქართველო მაუწყებლობის ახალ ფორმატზე გადადის. Ამ დროისთვის არსებულ მიწის ზედა ანალოგურ ტელემაუწყებლობას ციფრული ჩაანაცვლებს. მოსამზადებელი სამუშაოების დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან ერთად წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. Როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის შესაბამისად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო აპარატურის შეძენას, უხარისხო პროდუქციის მიღების რისკების თავიდან აცილებას, საინფორმაციო კამპანიას, ციფრული ფორმატის უპირატესობასა და ასევე პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებას. Როგორც ცნობილია, ანალოგური ტელემაუწყებლობა საქართველოში 2015 წლის 17 ივნისს გაეჩიშება და იმ დღიდანვე ღია საეთერო სატელევიზიო პროგრამები მხოლოდ ციფრული სიგნალის მეშვეობით გადაიცემა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არის დიდი სარგებელი, რომელიც იქნება როგორც მედიისათვის, მედია პლურალიზმის ნაწილში და იმ შესაძლებლობების კუთხით, რომელიც მედიას მიეცემა აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგით, ასევე მომხმარებელისათვის ვინაიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაცილებით უფრო მეტი უფასო და ხარისხიანი არხი მიიღოს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. რაც ეხება თვითონ მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, აქ მინდა აღნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვების ნაწილი დასრულებულია, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს უკვე იმპლემენტაციის ნაწილი. Rada ვიცით, რომ არის 2015 წლის ივნისი. აქ რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა. დღეს განიხილებოდა და წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია მათ შორის სახელმწიფო საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფრასტრუქტურისთვის, ასაგები ინფრასტრუქტურის თავობაზე, მაგრამ პარალელურად მიდის ასევე კერძო ინფრასტრუქტურის აგება, გარდა ამისა ციფრული მაუწყებლობის ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა მიეცათ ადგილობრივ მაუწყებლებს, რაიონებში, რეგიონებში განთავსებულ მაუწყებლებს.